რამდენიმე კვირის წინ მიღებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად სამ ქართულ გიგანტურ კომპანიას ეძლევა ექსკლუზიური შეღავათები, რითიც არ შეიძლება ქართული არც ფისკალური და არც სავიციო გარემო და ასევე ამას არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს ფინანსური ბაზების განვითარებასთან და ზოგადად საფონდო ბირჟასთან. ამასთან მიღებული ცვლილება გარკვეულ ეჭვს და კითხვებს ბადებს კორუფციულ გარიგებებზე, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის. რა თქმა უნდა განვითარდეს ბიზნესი. რა თქმა უნდა მთავრობამ უნდა ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას და შეუქმნას მაქსიმალურად ლავირებადი გარემო, რათა მათ მოიზიდონ ალტერნატიული საინვესტიციო წყაროები და გავადვილდეთ კრედიტების მიღება საზღვარგარეთიდან. მაგრამ ეს უნდა მოხდეს სახელმწიფო ინტერესების დაცვით. არც პოზიციას და არც ოპოზიციას არ შესწევს იმის უნარი, რომ არსებული ცვლილები გაატაროს ისე, რომ ამით არ დაზიანდეს სახელმწიფო ინტერესები და სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს ფინანსური ბაზების ხელშეწყობისთვის პირველ რიგში საჭიროა არსებული ცვლილებები იყოს არა ექსკლუზიური, არამედ მისაღები იყოს ბიზნეს სექტორის ძირითადი ნაწილისთვის. ამ პრობლემებზე გადაჭრისგები არსებობს, ამაზე ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს, ჩვენ არსებული ინფორმაცია მივაწოდეთ, რა თქმა უნდა, ქართულ მედია საშუალებებს, მაგრამ ალბათ მიხვდებით თუ რატომ არ გაჟღერდა ჩვენი მესიჯები ამ წამყვან მედია საშუალებებში და ამ შემთხვევაში დაგვრჩა მხოლოდ სოციალური მედია, რითიც შეგვიძლია ჩვენი მესიჯები მივაწოდოთ საქართველოს მოსახლეობას.